მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მარტივ ნავიგაციას. დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ კოლრეგის მეათე წესს, რომელიც გულისხმობს ნაოსნობა მოძრაობის გამყოფ სისტემებში, traffic separation schemes. Როგორც ყოველთვის, ჯერ თავად წესს გადავხედავთ და შემდეგ მას რამდენიმე განსხვავებულ სიტუაციაში გამოვიყენებთ. მოდით პირველ რიგში გავიგოთ, თუ როდის მოქმედებს და გამოიყენება ეს წესი. ეს წესი ვრცელდება ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ მოძრაობის გამყოფ სქემებზე და არა თავისუფლებს არც ერთ გემს სხვა ნებისმიერი წესის ფარგლებში არსებული ვალდებულებებისგან. ამრიგად, მოძრაობის გამყოფი სისტემა უნდა იყოს დამტკიცებული IMO-ს მიერ და ყველა სხვა წესი კვლავ ძალაში რჩება. გემი, რომელიც იყენებს მოძრაობის გამყოფ სქემას, ვალდებულია იმოძრაოს შესაბამის ზოლში ზოგადად მიღებული მოძრაობის ნაკადის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვნახოთ, რომ ეს ორი გემი მიღვება მოძრაობის გამყოფ სქემას. ისინი იმყოფებიან შესაბამის ზოლებში და მოძრაობენ ნაკადის საერთო მიმართულებით, როგორც ეს ისრებით არის ნაჩვენები. შესაძლებლობის ფარგლებში თავის შორს დაიჭიროს გამყოფი ხაზისა და გამყოფი ზონისგან. გამყოფი ხაზები და ზონები რუკაზე აღნიშნულია იასამნის ფერით. ცხადია, ზოლებს შორის არსებული ნაწილი არის გამყოფი ზონა, ხოლო კიდეებზე მდებარე ნაწილები გამყოფი ხაზები. ზოგადად, მოძრაობის ზოლში შევიდეს და დატოვოს იგი მის ბოლო მონაკვეთზე. ამასთან, თუ გემი შედის მოძრაობის ზოლში ან ტოვებს მას ნებისმიერი მხრიდან, ეს უნდა გაკეთდეს მოძრაობის ნაკადის საერთო მიმართულებების მიმართ შესაძლო მცირე კუთხით. აქედან გამომდინარე, ტანკერი დამოდის მოძრაობის ნაკადის საერთო მიმართულებების მიმართ შესაძლო მცირე კუთხით, რამდენადაც უსაფრთხო და პრაქტიკულია. იგი მიემართება პორტისკენ, მოძრაობის გამყოფი სქემის გვერდით. კონტეინერ მზიდმა გემმა კი ზოლი დატოვა მისი დასრულების ადგილზე. თუ ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, გემი უნდა მოერიდოს მოძრაობის გამყოფი ზოლის გადაკვეთას. იმ შემთხვევაში, თუ ეს გარდაუვალია, გადაკვეთა უნდა მოხდეს შესაძლო პირდაპირი კუთხით მოძრაობის ნაკადის საერთო მიმართულების მიმართ. ახლა ტანკერს სურს გადაკვეთა. მან უნდა შეინარჩუნოს პირდაპირი კურსი, რომელიც უშუალოდ პირდაპირ გადაკვეთს მოძრაობის მიმართულების გამყოფ ხაზს. გემმა გამყოფი ხაზის გადაკვეთა უნდა შეასრულოს, რაც შეიძლება სწრაფად, როგორც ეს იქნება შესაძლებელი პრაქტიკულად და უსაფრთხოდ. მაგრამ რა ხდება იმ დროს, როდესაც გადაკვეთისას დინება ან ქარი გემს გვერდულად შეუცვლის მიმართულებას. მიუხედავად ამისა, მან მაინც უნდა შეინარჩუნოს პირდაპირი კურსი. დიახ, მან შეიძლება გადაუხვიოს, მაგრამ მისი კურსი მიწის მიმართ არ იქნება პირდაპირი, მაგრამ მისი ცხვირი მაინც უნდა იყოს. როგორც ხედავთ, გავლილი ტრაექტორია საკმაოდ გრძელია, თუმცა გემმა შეინარჩუნა გადაკვეთისთვის საჭირო პირდაპირი კურსი. ამის მიზეზი ის არის, რომ საჭიროა კურსის შენარჩუნება და ზოლის რაც შეიძლება სწრაფად გადაკვეთა. მოდით ახლა განვიხილოთ თემას სანაპირო ნაოსნობის ზონების შესახებ. Inshore traffic zones. ყველა მოძრაობის გამყოფ სქემას არ გააჩნია ეს ზონები, მაგრამ თუ გააჩნია, ისინი აღნიშნული იქნება რუკაზე. გემმა არ უნდა გამოიყენოს სანაპირო ზონა, როცა მას შეუძლია უსაფრთხო ნაოსნობისათვის გამოიყენოს მოძრაობის გამყოფ ზონის შესაბამისი მიმდებარე ზონა. ამასთან 20 მეტრზე ნაკლები სიგრძის, აფრიან და თევზსაჭერ გემებს შეუძლიათ ისარგებლონ სანაპირო ნაოსნობის ზონით. მიუხედავად პირველი ქვეპუნქტების მოთხოვნებისა, გემს შეუძლია გამოიყენოს სანაპირო ნაოსნობის ზონა იმ შემთხვევებში, როდესაც გემი შედის ნავსადგურში საზღვაო ნაგებობებთან მისვლისას, თუ ისინი განლაგებულია სანაპირო ნაოსნობის ზონაში ან მის გასასვლელებში. ასევე უშუალოდ ხიფათის აცილების მიზნით. თუ გემი არ კვეთს მოძრაობის გამყოფ სისტემას, არ შედის მოძრაობის ზოლში და არ გამოდის იქედან, ზოგადად არ უნდა შევიდეს მოძრაობის ზოლში ან გადაკვეთოს მოძრაობის გამყოფი ხაზი. ეს თემა კვლავ უბრუნდება პირველ პუნქტს, სადაც ნათქვამია, რომ გემებმა ჩვეულებრივ უნდა მოერიდონ გამყოფ ხაზებსა და ზონებს. გემმა, რომელიც ნაოსნობს მოძრაობის გამყოფი სისტემის ბოლო მონაკვეთთან, უნდა დაიცვას განსაკუთრებული სიფრთხილე. აქ საუბარია იმ ზონაზე, სადაც გემები შედიან და გამოდიან სქემიდან. ტერიტორია, რომელიც გადატვირთულია და სწორედ ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. გემი ვალდებულია, რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, მოძრაობის გამყოფ სისტემაში, მის შორიახლოს ან ბოლო მონაკვეთებთან მოერიდოს ხუზაზე დადგომას. ეს ლოგიკურია, რადგან იქ, სადაც მოძრაობის გამყოფი სისტემაა, ეს ნიშნავს, რომ ის ტერიტორია გადატვირთულია. გემი, რომელიც არ სარგებლობს მოძრაობის გამყოფი სისტემით, უნდა ეცადოს იმყოფებოდეს მისგან საკმაოდ შორ მანძილზე. ეს პუნქტი პირდაპირ და ხაზგამისით ამბობს, რომ თუ არ იყენებ მოძრაობის გამყოფ სისტემას, მაშინ უბრალოდ შორს ერიდე ამ ზონას და დაიკავე დისტანცია. თევზჭერით დაკავებულ გემმა არ უნდა შეაფერხოს მოძრაობის გამყოფ ზონაში მოძრავი ნებისმიერი გემის ნაოსნობა. აქ უნდა გავიხსენოთ მე-9 წესი, რადგან აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს.
20 მეტრზე ნაკლები სიგრძის ან აფრიანმა გემებმა არ უნდა შეაფერხონ მოძრაობის გამყოფ ზონაში მოძრავი ნებისმიერი გემის ნაოსნობა. ბოლო ორი პუნქტი კი წარმოადგენს გამონაკლის. შეზღუდული მანევრირების გემი, თუ ის დაკავებულია მოძრაობის გამყოფ ზონაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, თავისუფლდება ამ წესების მოთხოვნების შესრულებისაგან იმ დონეზე, რა დონეზეც საჭიროა ამ საქმიანობის შესასრულებლად. შეზღუდული მანევრირების გემი, როდესაც იგი დაკავშირებულია მოძრაობის გამყოფი ზონის ფარგლებში კაბელის ჩადების სამუშაოებით, მისი მომსახურებით ან ამოღებით, თავისუფლდება ამ წესის მოთხოვნების შესრულებისაგან იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა ამ სამუშაოების შესასრულებლად. ორივე შემთხვევაში გემი თავისუფლდება წესის შესრულებისგან იმდენად, რამდენადაც საჭიროა ოპერაციის შესასრულებლად. მოდით ახლა შევხედოთ ერთ კონკრეტულ მაგალითს გადაკვეთის სიტუაციიდან, სადაც ნახეთ, რომ ყველა წესი კვლავ მოქმედებს. ამ სცენარში ტანკერს სურს ზოლების გადაკვეთა. ჩვენ ვიცით, რომ მან უნდა გადაკვეთოს სწორი, პირდაპირი კურსით მოძრაობის საერთო მიმართულების მიმართ. კონტეინერმზიდი გემი მიჰყვება ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოლს, ხოლო ბალკერი სამხრეთ-დასავლეთის ზოლს. პირველ სიტუაციაში კონტეინერმზიდმა გემმა უნდა დაუთმოს გზა, რაც კვლავ კურსების გადაკვეთის სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილი აქვს მოძრაობის გამყოფი სისტემას, რომელიც განსაზღვრავს გემების მოძრაობას და იმ კურსს, რომლითაც უნდა გადაკვეთოს. მეორე სიტუაციაში ტანკერი ხდება გზის დამთმობი და უსაფრთხოდ გვერდის სავლისთვის მან უნდა გადაუხვიოს კურსიდან სხვა მიმართულებით და შემდეგ განაგრძობს პირდაპირი კურსით გადაკვეთას. მიუხედავად გზის დათმობისა და კურსის ცვლილებისა, გადაკვეთის ყველა წესი კვლავ სრულად მოქმედებს. დღეისათვის სულ ეს იყო. ამით ვასრულებთ ამ წესის განხილვას, სადაც კარგად ნახეთ, როგორ განსხვავდება მოძრაობის გამყოფი სქემები ჩვეულებრივი სიტუაციებისგან და თუ რა მნიშვნელობა აქვს ყველა წესის დაცვას უსაფრთხო და მარტივი ნავიგაციისათვის. თუ ინფორმაცია სასარგებლო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ვიდეო, ხოლო თუ ჩვენი გვერდი გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწერეთ ის და გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს კურსელებს, კოლეგებსა თუ მეგობრებს. თუ გაქვთ კითხვები ან კომენტარები, მოგწერეთ პირად შეთხობინებაში ან დაწერეთ ქვემოთ კომენტარების ველში. მადლობა ყურადღებისთვის.